ვაუზობთ სისტემატურად ახალ ელექტრონულ სერვისებს და ამ სისტემას ჭირდება მდგრადი განვითარება, ამიტომაც კიბერუსაფრთხოების თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ჩვენთვის. ეკონომისტის კონფერენცია თბილისში ახალი შესაძლებლობა ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა საქართველოს რეფორმებს ინვესტორებთან ერთად განიხილავს. სამიტის მიზანია საქართველოს საინვესტიციო პერსპექტივების ანალიზი, საქართველოს საბაზრო ეკონომიკის პოტენციალი და ბიზნესის კეთების რეალობა საქართველოში. საერთაშორისო ინვესტორები ახალ შესაძლებლობებს მათთვის საინტერესო რაკურსში გაეცნობიან. ლიკა ხურციძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ლიკა, თუ ესწრებიან უცხოელი ინვესტორები სამიტს და რა ფორმით გააცნობენ მათ ქართულ ბაზარს? თამარ, ბუნებრივია უცხოელი ინვესტორები აქ არიან ჩამოსული. მე ასევე აღნიშნავ, რომ აქ არის ჩამოსული მთელს ამიერკავკასიაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყველა წარმომადგენელი. ბუნებრივია აქ არიან საქართველოს მთავრობის წევრებიც და ასევე აქ ესწრებიან საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტები. ზოგადად კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის. პირველად ტარდება ეს რეგიონში და საქართველოში ასეთი სახის კონფერენცია და ასეთი მასშტაბის, როგორც თავად დამსწრეები აღნიშნავენ, ეკონომისტი არის ყველაზე გავლენიანი ეკონომიკური ჟურნალი, რომელსაც 16 მილიონი ადამიანი კითხულობს მთელი კვირის განმავლობაში. მთელს მსოფლიოში და ბუნებრივი არის ასევე ეს ჟურნალი მხარდაჭერილი იქნება ამ ჟურნალშიც სწორედ ეს კონფერენცია და იქნება გაშუქებული. რაც შეეხება თავად კონფერენციას, აქ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და საქართველოში უკვე მოღვაწე ინვესტორები, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ტურიზმის განვითარებაზე და ენერგეტიკულ სფეროზე მიაწვდიან ახალ ინვესტორებს ინფორმაციას, იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმი და გაეცემა ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც პოტენციურ ინვესტორებს დააინტერესებთ. ვისაუბრებთ რამდენიმე სექტორზე, რომელსაც ჩვენ ფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი არის ინვესტორებისთვის დააბანდონ თავისი კაპიტალი მაგ სექტორებში. ეს არის, რა თქმა უნდა, ტურისტული ზონები, როგორც აჭარაში, ასევე კახეთის მიმართულება, სამთო კურორტები და ასე შემდეგ. ასევე ვისაუბრებთ ენერგეტიკის სექტორზე, ჰიდროსადგურებზე და რა პოტენციალი არის საქართველოში. ამ ღონისძიებას ესწრებიან დონორები, მსხვილი დონორები, როგორც არის მაგალითად მსოფლიო ბანკი და ისინი მოგვიყვებიან თავის კუთხით, თავიანთი კუთხით დანახულ საქართველოს შესახებ. ასევე იქნება საუბარი პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც განაპირობებს ამა თუ იმ ქვეყნის მდგრადობას და მათ შორის საქართველოს მდგრადობას. პირველი სესიაც სადაც გამოდიოდა ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი და საქართველოს ბანკის პრეზიდენტი, ძალიან საინტერესო. სესია, რომელზეც მე გამოდიოდი, ასევე ჩემი საიტი იყო მნიშვნელოვანი, მეტყვი ეხებოდა რეფორმებს, რომელიც ტარდებოდა საქართველოში და ჩვენს შემდგომ განვითარებას და ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში. როგორც უკვე გითხარით, საერთაშორისო მსხვილი დონორები ესწრებიან ამ კონფერენციას და ეს არის მნიშვნელოვანი. აქ არიან ასევე ანალიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც აცხადებენ, რომ რეგიონში, როდესაც საქართველო ხდება სწორედ რეგიონული ცენტრი და საქართველოში ასეთი დონის კონფერენცია მიმდინარეობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როგორი ეკონომიკური კრიზისიც აქვს ამ წუთებისთვის ევროპას და ბუნებრივი არის საქართველო დადებითად წარმოაჩენს იმ თავის რეფორმებს, რომელიც მან სწორედ ბიზნესის და ეკონომიკის კუთხით განახორციელა. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ჯანსაღი დისკუსიის გენერირება მოვახდინოთ. ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, თუ რას მოუტანს საქართველოს ინვესტირება. მნიშვნელოვანი საკითხებია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. ჩვენ ვიქნებით კრიტიკულები, მაგრამ ეფექტურები. ჩვენ განსაკუთრებით დავინტერესდით იმ სამომავლო რეფორმებით, რომლებიც საქართველოში უნდა გატარდეს. ის მრავალფეროვანი საკითხები, რომელიც აქ უნდა განიხილოს კონფერენციას საინტერესოს ხდის. ფიქრობ, საქართველო წარმოაჩენს თავის თავს იმ განსაკუთრებული რეფორმებით, რაც ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით გატარდა ბოლო წლებში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ფიქრობ, რომ დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე. კონფერენცია დღეს მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. აქ ელოდებიან ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურსაც. დღის მეორე ნახევარში უკვე კონფერენციის მონაწილეები დისკუსიის რეჟიმში წარმართავენ სხდომას და რაც შეეხება დღის ბოლოს უკვე გაიმართება და შეიცვლის ოდნავ ელფერ-სავარაუდოდ კონფერენცია, სადაც საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, თუ როგორ აისახა ქართულ ბიზნესზე და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო წარმატებული გახადოს ეკონომიკის და ბიზნესის კუთხით. მისი ნაბიჯები, როგორც უკვე გითხარით, ეკონომისტი ყველაზე გავლენიანი ჟურნალი მთელს მსოფლიოში ამ კონფერენციას სრულად გააშუქებს.
მადლობა ლიკა ხურციძე საუბრობდა მომის პირდაპირ ეთერში.